სულ ვფიქრობ, რომ სახელმწიფოს მამაცი ადამიანები ქმნიან. 9 აპრილი ჩემთვის არის გულანთებული, ერთგული, ღირსეული და მამაცი ადამიანების დღე. ეროვნული მოძრაობის დღე, ღირსების და თავდადების დღე. 9 აპრილი არის იდეისთვის და პატრიოტიზმისთვის დაჩეხილი და დაწამლული ადამიანების დღე. ეს დღე ალბათ მუდამ დარჩება ჩვენი ქვეყნის ისტორიაში და ეს დღე იქნება ალბათ ათვლის წერტილი ახალი საქართველოს ისტორიის. რაც შეეხება 36 წლის შემდეგ აქ დგომას, რაღაც ესეთი ბედისწერა აქვს ჩვენ ქვეყანას, რომ ვერც ერთმა მმართველმა ამ ქვეყანაში ვერ გაიგო, რომ ძალადობით, ტერორით და დაშინებით ამ ქვეყანაში ვერავის ვერაფერი ვერ გაუვა. რომ ძალაუფლება ხელისუფლებას არ ნიშნავს. ამ ქვეყანაში ხელისუფალი იყო მუდამ ხალხი და ასე იქნება. დიდება 9 აპრილს დაღუპულ გმირებს და სამარადისო ხსოვნა მათ. აი მაშინ თქვენ ებრძოდით საბჭოთა კავშირს. დღეს ახლა ებრძვით ეგრეთ წოდებულ რეჟიმს, ხო? იცით, როცა ვფიქრობ ამაზე, მაშინდელი ბრძოლა გაცილებით იონი იყო. იმიტომ რომ ჩვენ ვებრძოდით ყველაზე დიდ ტირანს ალბათ. დღეს ძალიან ვწუხარი იმაზე, რომ ჩვენიერი ესეთი დაყოფილია. აი აქ მდგომ ხალხს უწოდებენ უსამშობლოებს. გამოდის, რომ მეც ვარ რადიკალი უსამშობლო. თუმცა მე რომელსაც მინდა, რომ ჩემი ქვეყნის დროშა ფრიალებდეს ცივილური ქვეყნების დროშების გვერდით. მე რომელსაც მინდა, რომ ქვეყანაში იყოს სამართლიანი სასამართლო. მე რომელსაც მინდა, რომ ამ ქვეყანაში დაცული იყოს ადამიანის სიცოცხლის უფლება. და მე რომელსაც მინდა, რომ ამ ქვეყანაში დადიოდეს უფრო მეტი მომღიმარი ადამიანი, თუ ამას ყველაფერს უსამშობლობა ქვია, თქვენ თვითონ გადაწყვეტეთ მაშინ. თუმცა ისტორია ალბათ ყველაფერს არქმევს, ხო, თავის სახელს. რა თქმა უნდა, ისტორია დაარქმევს ყველაფერს თავის სახელს და მე ვფიქრობ, რომ ამ სახელს ერქმევა ქართველი ხალხის გამარჯვება.